ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის თბილისის პარტიული სია უკვე ცნობილია. პარტიის პირველი ნომერი თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძეა. მეორე კი მისი მოადგილე ირაკლი აბესაძე. ნაციონალური მოძრაობის პირველი ათეული ძირითადად საკრებულოს მოქმედი წევრებითაა დაკომპლექტებული. ისინი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა წარადგინა. ნიკა მელიას განცხადებით, სია გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით დაკომპლექტდა. ეს ის ხალხია, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან კვალიფიცირებულ, ძალიან პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ 15 ივნის ჩვენი თანაქალაქელები გააკეთებენ გონივრულ და პრაგმატულ არჩევანს, მხოლოდ შეაფასებენ ამა თუ იმ ასე თქვათ გუნდის მიერ წარმოდგენილ სიით შემადგენლობას გადახედავენ და შეაფასებენ თუ რამდენად შესწრებს ძალა რეალურად გაუძღვეს ქალაქს და მე ვთვლი რომ ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა, რითიც ჩვენ წავსდგებით არჩევნებზე. ნაციონალური მოძრაობის თბილისის პარტიული სიის პირველი ნომერი იმ პროექტების გაგრძელებას გეგმავს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყეს. ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები იქნება საკრებულოს წევრების პრიორიტეტიც. მე და ჩემმა მეგობრებმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რისი გაკეთება გვინდოდა და ვერ გავაკეთეთ და ჩვენი მიზანი სწორედ ის იქნება, რაც ვერ შევძელით, ვერ მოვასწარით, ან იმ მიმართულებით არ წავიდა და გსურს სხვაგვარად გავაკეთოთ, სწორედ ამას გავაკეთებთ. გარდა ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ სხვა ძალასთან, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს კარგი იდეები, ვინაიდან ჩემი მთელი ამ ცხოვრებისა და მოღვაწეობის მანძილზე ცხოვრება მასწავლა, რომ ჩხუბს დაპირისპირებას და ურთიერთლანძღვას არაფერი არ მოაქვს. ეს არის გუნდი, რომელსაც წლების განმავლობაში აქვს კონკრეტული საქმის კეთება, რომლებმაც დედაქალაქი გახადეს ბევრად უკეთესი, ვიდრე ის მანამდე იყო. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროექტები, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს დედაქალაქი მომავალშიც. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ თბილისელები დაგვიჭერენ მხარს, მოგცემენ საშუალება, გავაგრძელოთ საქმის კეთება. თბილისის საკრებულოს მართავს ქართული ოცნების უმრავლესობა და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, თუ რა პრობლემატურია, როცა ეს გუნდი, ასე ვთქვათ, დგას რაღაც სათავეში და უმრავლესობაში. ჩვენ გვახსოვს სამჯერ სამი თვის განმავლობაში გაყენული ბიუჯეტი, ხრუშოვკების აფიორა, გამგეობისთვის ჩამოჭრილი ჯანდაცვის ბიუჯეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება, როგორც საკუთარი ოჯახისთვის, ისე ზოგადად დედაქალაქისთვის, სწორ და პრაგმატულ არჩევანს გააკეთებს. თბილისის პარტიულ სიაში არ არის გიგი უგულავა. ყოფილი მერის განცხადებით, ის ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს და კამპანიის პერიოდში რეგიონებზე იქნება კონცენტრირებული. ეს არის ბრძოლის უნარიანი გუნდი, ამასთანავე ის გუნდი, რომელმაც გაუძლო მედროვეების შემოტევას, გაუძლო პოლიციის, პროკურატურის, ფინანსური პოლიციის შემოტევას, არ გატყდა, იმიტომ რომ ამ ხალხს სწამს და სჯერა იმ საქმის, რასაც ემსახურებოდნენ, ამ ხალხს სწამს და სჯერა იმისა, რომ თბილისი დღეს არის უკეთესი, ვიდრე იყო 2005 წელს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. ნაციონალურმა მოძრაობამ მერობისა და გამგებლების კანდიდატები 8 მაისს ყრილობაზე დაასახელა. მათი ნაწილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პარტიის ლიდერების განცხადებით კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ ეძლევა. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება ქართული ოცნების აქტივისტებთან დაპირისპირების გამო ჩაიშალა.